მიმართა როგორც პოლიციას, ისე ადვოკატს. ადვოკატი თათია მაისურაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში საქმის წარმოება მიმდინარეობდა როგორც სისხლის სამართლის წესით, ასევე გამოყენებული იყო ადმინისტრაციული შემაკავებელი მექანიზმიც. ფაქტზე რეაგირების მიზნით შესაბამისმა უფლებამოსილების მქონე ორგანომ მაშინათვე გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც ერთი თვის ვადით მოქმედებდა, თუმცა როდესაც ერთი თვე გავიდა და შესაბამისად ამოიწურა შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა, იმისათვის რათა გირაოს ქვეშ მყოფი ბრალდებულისგან მომდინარე რისკების შეკავება მომხდარიყო უზრუნველყოფა ამ რისკების შეკავების, ჩვენ მივმართეთ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სასამართლოს. სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და შესაბამისად სწორედ დამცავი ორდერის მოქმედების პირობებში გრძნობდა უსაფრთხოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს, მანამ სანამ საქმეზე არ გამოვიდა სისხლის სამართლებრივი წარმოების წესით საბოლოო განაჩენი, რომელიც იყო გამომტყუნებელი. მსჯავრდებულს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ნაწილი პირობითად, ნაწილი კი რეალურად მოიხადა. კანონის თანახმად ოჯახური ძალადობა მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ, სექსუალურ და ეკონომიურ ზეწოლასაც. კანონი ასევე ფართოდ განმარტავს თუ ვინ შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, მათ შორის კი იგულისხმება ყოფილი პარტნიორიც. რაც შეეხება საკანონმდებლო რეგულირებას, მნიშვნელოვანი არის რამდენიმე ძირითადი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ასე ვთქვათ, სამართლებრივ ჩარჩოს აყალიბებს ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით. მათ შორის ერთ-ერთი არის უმნიშვნელოვანესი ეგრეთ წოდებული სტამბოლის კონვენცია, ეს არის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის ევროპის საბჭოს კონვენცია, ხოლო რაც შეეხება შიდაეროვნულ რეგულაციებს, ეს არის ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ და მსხვერპლთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი, რომელშიც ძალიან დეტალურად არის განსაზღვრული თუ რა არის ოჯახში ძალადობა, რა ფორმებს გულისხმობს ეს ძალადობა და არაერთი სხვა სამართლებრივად მნიშვნელოვანი დეტალი.